რომლის თემაც შევარჩიეთ მშვიდობა თქვენდა. დღევანდელ პერიოდში მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სურვილი არის, რომ მშვიდობა ვუსურვოთ ერთმანეთს და აი ეს ნომერიც თავისი პუბლიცისტიკით, თავისი სამეცნიერო წერილებით, თავისი პროზით თუ პოეზიით, რასაკვირველია მშვიდობის სამსახურში დგას. ამ პრეზენტაციის ჩატარების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და იდეის ავტორი გახლდათ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, რომელთანაც ინტერვიუს გაეცნობა ამ ნომერში ჩვენი მკითხველი. ეს ნომერი გარდა ამისა მიიქცევს ყურადღებას თავისი კონცეპტუალური თვალსაზრისით. აქ გამოყენებულია მხატვრისა და მწერლის ლადო ფოჩხუას ნამუშევრები. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ნომერი ელოდება მკითხველს. ჟურნალი არის გარკვეული ხიდი, გარკვეული ისტორია ჩვენი, რომელიც გრძელდება და მიხარია რომ გრძელდება, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ ჩვენი საზოგადოების წევრებს. ამ ჟურნალის ფურცლებზე აქვს შესაძლებლობა ყველას რომ გააუზიაროს თავისი ემოცია, თავისი მომავალი, წარსული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟურნალი იმ სიხშირით არ გამოიცემა როგორც სხვა ჟურნალები, მაგრამ ყველა სტატია ამ ჟურნალში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჟურნალის არსებობა, როგორც ლიტერატურული კუთხით, ასევე სახალხო დიპლომატიის კუთხით და ვფიქრობ, რომ აფხაზურ ენაზე ასევე თარგმანი იქნებოდა ძალიან სასურველი. ეს არის ლიტერატურული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ამ თემატიკას, რომელიც არის ჩვენი ისტორიული თემა და რომელიც არის დაკავშირებული მშვიდობასთან, რომელიც არის დაკავშირებული ადამიანთა ერთობასთან. ამ ჟურნალის არსებობას მივესალმები და ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ შემდეგშიც გაგრძელდება.